მე მთავარ ნიშნებს გეტყვით, რომ ძალიან არ დაგალოთ და დანარჩენი შემდეგ საუბრებზე გავაგრძელოთ, ხო? მეორე ნიშანი იყო რა? აბრაამი იყო წარღვლის შემდეგ ნოე დარჩა დედამიწაზე, ხო? მისი სამი შვილი, სემი, ქამი, იაფეთი და სემის შთამომავალი, ანუ ასე ვთქვათ, სემის შთამომავალი იყო აბრაამი უკვე და აბრაამი ითვლება იუდეველების მამად თავად, ხო? და აბრაამს რა შეიმხვა თავის ცხოვრებაში, ვის ახსოვს ეს ადგილი? შვილი რომ უნდა შეეწირა. აი ეს ამბავი, აბრაამის ამბავი, არის ერთ-ერთი მთავარი წინასწარმეტყველება კიდე ქრისტეზე, ვინ უნდა ყოფილიყო მესია. ამ ამბის შემდეგ იყო რომ გამოსცადა აბრაამი ღმერთმა და უთხრა, სადახარ აბრაამ და უთხრა აჰა ვარ და უთხრა ღმერთმა მოკიდე ხელი შენ შვილს ხოლო ჩობილს. სიტყვებს დავუკვირდით. ხოლო ჩობილ შვილს. ქრისტე როგორი შვილი იყო? ხოლო ჩობილი. პირველი, ხოლო ჩობილი ნიშნავს პირმშოს. პირველი შვილი. მოკიდე ხელი შენ ხოლო ჩობილ შვილს, შენს ისააკს, რომელიც გიყვარს. ქრისტე როგორი შვილი იყო მამის? რომელიც საყვარელი შვილი. და წადი მორიას მხარეში წადი. იქ შესწირე ახსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც მე გიჩვენე. წადი მორიას მხარეში ეუნება და იქ შეწირე ეს შენი საყვარელი ხოლოჩობილი ძე ერთ-ერთ მთაზე, რომელსაც მე გიჩვენე. დავუკვირდით სიტყვებს. ადგადი ადრე აბრაამი წაიყვანა შეკაზმა სახედარი, წაიყვანა ორი მსახური ბიჭი, წაიყვანა ისააკი თავისი შვილი იმ ადგილისკენ, რომელიც გვიანიშთა ღმერთმა. მორია რომელი ადგილია? მორია არის იერუსალიმის აი ეს მთა, რომელზეც ტაძარი აშენებდა. აი ეს მთა, რომელზეც იერუსალიმის ტაძარი იდგა, ეს არის მორიას მთა. და ჯერ კიდევ აბრაამის ცხოვრობდა 2200 წელს ქრისტემდე. 22 საუკუნით ადრე აბრაამს ეუბნება უფალი, წადი აი ამ მხარეში, სადაც ეს მთა არის, მორიას მთა არის. საიდან ვიცით რომ მორიას მთა არის? სოლომონმა როცა ტაძარის მშენებლობა დაიწყო დავითის ძემ. წერია ბიბლიაში, ნეშტა წიგნში რომ მორიას მთაზე დაიწყო სოლომონმა ამ ტაძრის მშენებლობა. ანუ ეს დადასტურებულია რომ აბრაამსაც უფალმა უთხრა რომ წადი და ერთ-ერთ მთაზე შემომწირე შენი შვილი მსხვერპლად. და მივიდა იმ ადგილას, ყველაფერს ვერ წავიკითხავ ახლა და ითხრა ისააკმა მამამის რომ მამა რა იყო შვილო უთხრა აბრაამმა ცეცხლი და შეშა გვაქვს და სად არის შესაძირავი კრავი? ეკითხება შვილი მამამის. და უთხრა აბრაამმა ღმერთი გამოაჩენს თავისთვის შესაძირავ კრავს. ღმერთი გამოაჩენს შესაძირავს. და მიდიოდნენ ასენი ერთად და მივიდნენ იმ ადგილას, უფალმა რომ უთხრა, აღმართა აბრაამმა სამსხვერპლო, დააწყო შეშა, შეკრა ისააკი თავისი შვილი, დაასვა იგი სამსხვერპლოზე, შეშის ზემოთ და გაიწოდა ხელი აიღო დანა შვილის შესაწირად უფლის წინაშე და მოუხმო ანგელოზმა ზეციდან აბრაამს და უთხრა აბრაამ, ნუ აღმართავ ხელს ყმაწვილზე, ნუ რაფერს დაუშავე ყმას, რადგან მივხვდი ღვთისმოშიში ხარ და რადგან შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის. გაიხედა აბრაამმა დაინახა კრავი იქვე, რომელიც უნდა შეეწირა და ის შესწირა მსხვერპლად ღმერთს და უწოდა აბრაამმა სახელად იმ ადგილს ღმერთი გამოაჩენს. რადგან იმ მთაზე გამოჩნდა უფალი. რას მიგანიშნებთ ეს ამბავი თქვენ? როგორც ღმერთმა თავისი შვილი გამოგზავნა შესაწირად, ისე ამბავს. ხო, სად ეცვა უფალი? მოდი ეს მივყვეთ სად ეცვა უფალი ჯვარს? სად? გოლგოთა რა იყო? ანუ იმ მორიას მხარეში იყო ერთ-ერთი მთა. როგორც აბრაამს ეუბნება, წადი მორიას მხარეში და ერთ-ერთ მთაზე შემომწირე მსხვერპლად. ხო, გოლგოთა იყო ტაძრის გვერდზე, აი გოლგოთაზე იყო აღდგას. ეს მთა არის ფაქტობრივად, ეხლა ეს არ ჩანს. აი ამ ადგილას არის გოლგოთას მეორე მთა, პატარა ბორცვი. აი რაც აბრაამმა უთხრა, ზუსტად იმ ადგილას ეცვა ქრისტე ჯვარს. ხო? და მსხვერპლი, რომელიც ღვთისთვის თავარი მსხვერპლი იყო, ვინ გამოაჩინა? ღმერთმა. აი ამ 22 თავში ნახსენებია, სულ პატარა, აი ამ შემთხვევაში ნახსენებია 22 ჯერ თუ არ მეშლება საყვარელი შვილი.
შენი საყვარელი შვილი, მხოლოდ შობილი ძე. აი ეს ადგილი უკვე მიანიშნებდა, რომ მამის საყვარელი შვილი უნდა ყოფილიყო ის მესია, რომელიც იქნებოდა მხსნელი. და თავარი რა არის? მე-18 მუხლში აი ამ თავის ეუბნება უფალი აბრაამს. გაკურთხებ და გაგიმრავლებს თავმავლობას. ცის ვარსკვლავები და ზღვის ქვიშასავით დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა და შენ მტერთა ქალაქებს. შენი შთამომავლის წყალობით იკურთხებიან მთელი სამყაროს ხალხი, სოფლიოს ხალხი. და დასწრება. შენი შთამომავლობის წყალობით იკურთხება ყველა ერი ამ ქვეყანას. ვიზე მიანიშნებს? ვიზე მიანიშნებს? ქრისტეზე. ქრისტესგან იკურთხა ხო ყველა სხვა ხალხი. ყველა ხალხმა ქრისტეს მასწავლებელი მოძღვრება როგორ მიიღო? ქრისტესგან ხო? და პავლე მოციქული ამბობს რომ აბრაამს როცა ეუბნება შენს თესლისგანო, ეს არ ნიშნავსო მრავალსო, ეს ნიშნავს ერთ ადამიანსო. შენი თესლი ნიშნავს შენი შთამომავალი, რომელიც იქნება მესია, მისგან იკურთხება ყველა სხვა ხალხი. აი ეს კურთხევა გვეუბნება ჩვენ მეორეს უკვე, მეორე ნიშანს რომ დედაკაცი შეიძლება ყოფილიყო და აბრაამის შთამომავალი. აბრაამის შთამომავალი უნდა ყოფილიყო მესია. იყო ქრისტე აბრაამის შთამომავალი. საიდან ის? საიდან ის აბრაამის შთამომავალი? მათესა და ლუკასაც თავის გენეალოგიაში რაც ჩამოთვლია, აბრაამ, მაშვა, ისააკი და იაკობი იხსენიებენ რომ აბრაამის შვილია. აბრაამის შთამომავალი რომ არ ყოფილიყო იუდეველებისთვის ძალიან მარტივი იქნებოდა ქრისტეს დამარცხება. ძალიან მარტივი. თალმუდს გადაუშვნენ, დაუდებდნენ წინ და ეტყოდნენ, აქ წერია რომ აბრაამის შთამომავალი უნდა იყოს მესია და შენ როგორ აცხადებ პრეტენზიას, შენ არ ახარ აბრაამის შთამომავალი. მაგრამ ტაძარში რომ მივიდნენ და შეამოწმეს, ნახეს რომ იუდა შტოდან არის. ქრისტეს მშობლები, მისი მამა იოსები და მარიამი, იურიდიული მამა და დედა მარიამი არიან იუდას შტოდან ებრაელები. ამიტომაც ვერაფერი ვერ უხდეს. ნებით, საერთოდ ეს წესი იყო იუდეველებში. როდესაც გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც აცხადებდა პრეტენზიას მესიობაზე, ანუ ცხებულობაზე, გააგზავნიდნენ სინედრიონი, გააგზავნიდნენ მდომთავრებს, ჯერ დასაზვერად. ნახავდნენ რას ლაპარაკობს. მერე მოგვუნდებოდნენ ესენი და მოიტანდნენ ამბავს. შეამოწმებდნენ მის გენეალოგიას. ნებით, რომ აქ თუ იყო სუფთად ყველაფერი. ხოლო და ამის შემდეგ იწყებოდა მეორე ფაზა, მიდიოდნენ და უკვე უსვამდნენ კითხვებს. უკვე ცდილდნენ მას, აი როგორც ქრისტეს რამდენი კითხვა დაუსვეს, ხო? რომ რას ფიქრობ ამაზე, მოსემ ასე გითხრა, შენ რას გვეტყვი? ეს იყო შემოწმება მის და ვერაფერში ვერ უპოვეს ქრისტეს, ვერ გაამტყუნებს, თორემ ძალიან ადვილი იქნებოდა მათთვის მისი გამტყუნება. ერთადერთი, რასაც ბრალი და რაშიც მას ბრალი დაძდეს, რატო აცვეს ქრისტე ჯვარს? რა იყო ერთადერთი? მე უფევა. მამას ღმერთს თავის მამა თulis და ამიტომ აცვეს ჯვარს. ერთადერთი, სხვა ვერაფერში ვერ გაამტყუნეს. მეორე, ანუ აბრაამის შთამომავალი უნდა ყოფილიყო, ქრისტე იყო აბრაამის შთამომავალი. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი. მოსეს პირველი წიგნის 59 თავი. ცოტა ხანი გაუძელეთ. იცი რატომ? მაგრამ იცით რატომ? თქვენ რომ დაიწყეთ ბიბლიის კითხვას, თქვენის წინაპირობა რო გექნებათ, რას უნდა მიაქციოთ, ყურადღება, თქვენ სულ სხვა შუქით წაიკითხავთ ბიბლიას და თქვენ მოსეს პირველ წიგნშიც ქრისტეს დაინახავთ. ხვდებით? თქვენ ყოველთვის გეცოდინებათ, რომ აი ამ დროსაც კი უკვე ქრისტეს ელოდა ეს ხალხი, ვინც ამისთვის იყო ყველაფერი, რომ მომზადებულიყო კაზობრიობა მესიის მოსასვლელად. ხო, აბარა? აი 59 თავში. ეხლა 59 თავში რა ხდება? როდესაც ისააკს ყავდა იაკობის შვილი, ხო? იაკობს ყავდა, იაკობი იყო უკვე აბრაამის ვინ? შვილი. ხო? აბრაამი, ისააკი და იაკობი, ხო? იაკობს ყავდა 12 ძე. ამ 12 ძედან წარმოიშვა 12 ტომი, ხო? ისრაელის 12 ტომი. ერთ-ერთი ამ ძებიდან ვინ იყო? იუდა. ერთ-ერთი იყო იუდა
და ეხლა ამ 59 თავში მოსეს პირველი წიგნის აღწერილია, რომ იაკობმა დაუძახა თავის კვდება უკვე იაკობი და დაუძახა თავის შვილებს, რომ მისცეს მათ კურთხევა. დღეს ამას არაფერი მნიშვნელობა აღარ აქვს, მაგრამ იუდეველებში ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მამა, რასაც ეთყოდა, რასაც დაალოცავდა, როგორც აკურთხებდა შვილებს, ის იყო მათი ბედი, რადგან მამის კურთხევა იყო ღვთის კურთხევა. ღვთის ნება ცხადდებოდა მამისაგან. ამიტომ იაკობი ეძახის თავის 12 შვილს, 12 ტომს, რომელიც შეიძლება 12 ტომი წარმოვიდა მერე ისრაელის და ეუბნება ვინ რომელ შვილს რა კურთხევას აძლევს და ამბობს მეათე თავში ასეთ რამეს. არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არ განი ფეხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება ხალხთა იმედი. ნახეთ რა ამბობს. იუდას ვერავინ წაართმევს კვერთხს. კვერთხი რა? მეფის ძალაუფლების ნიშანია კვერთხი. და არგანიც არის მეფის ძალაუფლების სიმბოლო. კვერთხს და არგანს იუდას ვერ წაართმევს. ანუ თქვენი მეფე იქნება იუდა, ეუბნება იაკობი. ვიდრე, რას ამბობს ხოლმე? ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი, ვისაც ნამდვილად ეკუთვნის ის და ის იქნება მთელი ყველა ხალხის იმედი. ბატონო? აქვე მინიშნება, რომ ესე იგი იუდასგან მოვა, ვიც მთელი ყველა ხალხის იმედი იქნება. ანუ მესამე ნიშანი გამოჩნდა უკვე, რომ მესია უნდა ყოფილიყო იუდას შტოდან. იყო ქრისტე იუდას შტოდან. საიდან ვიცით? საიდან ვიცით? გენეალოგიიდან, ხო? რომ მარიამი მისი დედა იყო იესეს ძირიდან, ვაი, მათეს სახელი ასე არ წდება, იყო ქალწული იესეს ძირიდან, რომელსაც გამოეცხადა გაბრიელი, ხო? ლუკას მოხარებაში ხოდი შეოცას გაბრიელის გამოცხადება, რომ ქალწულთან იესეს ძირიდან რომ იყო ქალწული. ანუ იუდას შთამომავალი იყო ქალწული მარიამი, რომელსაც გამოეცხადა, რომ ის შობდა მესიას. ხედავთ? ანუ თუ იესეს ეკუთვნის კვერთხი, სამეფო შტოდან მოვიდა ქრისტე. აი ეს მესამე ნიშანი რას გვიდასტურებს, რომ ქრისტე, იცით, რას გვასწავლის ეს, რომ ქრისტე რომელ წელს მოვიდა? ხო? პირველ წელს ასე თქვა, სიმბოლო ნოელ წელს, ხო? ტაძარი დაინგრა როდის? როდის დაინგრა? 70 წელს, ხო, 40 წელს, დაახლოებით 40 წელს, ხო? ქრისტე აუცილებლად ამ დროს უნდა მოსულიყო მესია. რატომ? რატომ? ეს საინტერესოა. ტაძარი იდგა 70 წლამდე. ქრისტე უნდა ყოფილიყო სამეფო შტოდან. აი აუცილებლად ამ დროს უნდა მოსულიყო და რატომ? არქივი რომ ყოფილიყო ჯერ კიდევ. ხვდებით? თუ არქივი აღარ იქნებოდა, ვერავინ ვერ შეამოწმებდა სამეფო შტოდან არის თუ არ არის სამეფო შტოდან. ხვდებით? ქრისტეს შემდეგ 135 წელს ესეთი ცნობილი ბარ კოხბა იყო, ფსევდომესია, ბარ კოხბა, რომელიც რომაელებს ებრძოდა და ძალიან სასტიკად დამარცხდნენ ამ დროს იუდეველები. მასაც ჰქონდა პრეტენზია მესიობაზე. მაგრამ ტაძარი აღარ იდგა უკვე და გენეალოგია მისი შეუძლებელი იყო შემოწმებული. ხვდებით? 70 წელს დაინგრა ტაძარი. ამიტომაც აი ეს თუნდაც აი ეს მესამე ნიშანი ჩვენ გვიდასტურებს, რომ მისი მოსვლის თარიღიც უნდა ყოფილიყოს და იმ დროს როცა მოვიდა ამ ქვეყანაზე. ხვდებით? ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გენეალოგიის. ბატონო? თუნდაც, ხო, რომ უნდა შესულიყო ბზობას როგორც შევიდა ოქროს კარიბჭეში კიდევ ერთი ნიშანი